ძვირფასო და მწვე საზოგადოებო, მე გახლავართ როზა დაცანი, საქართველოს ქურთული ასოციაცია რონაის წევრი და დღევანდელი სემინარის მოდერატორი. მინდა პირველ რიგში უღრმესი მადლობა გადაუხადო კავკასიის სახლს და ქალბატონ თეა გალდავას, რომელიც ყოველთვის ღიად და გულთბილად გვითმობს ამ ადგილს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის და ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენთაგანს, რომ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენი დღევანდელი სემინარის თემაა 2014 წლის 3 აგვისტო იეზიდთა გენოციდი. ხსოვნა, პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა. არსებობს თარიღები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ღია ჭრილობებად რჩება. 2014 წლის 3 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია. სინჯარში იეზიდი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი არ იყო მხოლოდ თავდასხმა კონკრეტულ თემზე, არამედ ეს იყო ჩადენილი თავდასხმა ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე. დღევანდელი სემინარის მიზანია არა მხოლოდ წარსული ტკივილების გააზრება და მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა, არამედ მსჯელობა იმ ჰუმანიტარულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ასპექტებზე, რომელიც უკავშირდება ამ ტრაგედიას. ჩვენი დღევანდელი მომხსენებლები ისაუბრებენ იმ რთულ გამოწვევებზე, რომლებიც გადაიტანა იეზიდმა თემამ, ასევე იმ საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობებზე, რომელიც უკავშირდება ამ ტრაგედიას, ასევე იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ახლა კი მინდა გთხოვთ ფეხზე ავდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 2014 წლის 3 აგვისტოს იეზიდთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. და უშუალოდ სანამ მოხსენებებზე გადავიდოდეთ, მინდა კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ იმ ტრაგედიის ამსახველ კადრებს, რაც გადაიტანა იეზიდმა თემამ.
უშუალოდ მოხსენებებზე და ჩვენი დღევანდელი პირველი გამომხსნელი გახლავთ საქართველოს ქურთული ასოციაციის რონაის წევრი უხუცესი ანდრო ჩილდბარგუში. გთხოვთ ბატონო ანდრო. Gelibranda Rusa çağrılarına İngiliz ve tamamen serfaşı edilmeye veya proje tarihi cumhuriyetime göğüsüydü. Denizde beri proje anlaşa teseriyiz diyor. Hazaran adına kuştani, hazaran günü çatıda kuşku keşkime ve zarıkime için sırgınlığı. İro role kazak grande ve umarla doğru isteyemem. Rostici Rasta, وقتی ده دولت اروپایی قبول کرد نوی چیه که کنکوژیامه لیرا تشتکی نده. ایرو مرا لازم چاره‌ام بکار کن شنگال بخواه نخواه. شنگال ولادی، شنگال راستی نخوشه. ایرو هزار ایزده نه آتنه نه نگردنه. شاید ویژه شنگالی. آلیکاری تنه. ایرو هزاران جیت بیستی رو دیدیسا والا دکتر اروپایی نه و نگردنه چادر چای شنگال. ایرو شنگال بونامه هرتشته. ایرو آلیکاری چه بین دولت ایراقی حکومت ایراقی آلیکاری نده کرده. توش آلیکاری نده ایزدیا. همه هرگی دستی کپی پره بده ایرو پره چه مرا لازم استاتوس. چای ملت مر بکار کرد تدریس کنه جیگور به استاتوس لازمه. ویسی حکومت کردستانی که مسعود بارزانی نجیروان چادریزه بیرو چادر سرخاشی دانه ملت ایزدید. بیرو راسته اینو پشت هیه لطواری اینو استاتوس مرا لازم بگیری برانه. او تواق هرگی تواق آمتنه به امی آیسا چقه هر حقه اینو هبون که نبونه ایزدی هوا چای شنگالیه. ایرو راستی تم گره جای شنگالی شاید سپی درانی خواب. شنگال چو ایزدی چو. دیگر آقا سویچه ایرو اولا شاید ایزدیمه تلویزی مرا لازم هم زمان خواه. زمان خواه و ایزدی خواه. شاید خودی تو ایزدی کیست که ندنه. اما هزار سال من باید مزید درجات سلیمان دیوانه ایو شکرم خواهی کرد. شاید زمان خواه و شاید باوری خواه خواهی کرد. ایرو چطور لازم مرا تاخ راست کاملا پروژه صدر بازی که هر دستی بازه رو خواهی کنه ایزیتی دواری ایرو سریع دایی ایرو دایی گره بکار کنه زمانی مثلی زمان چون بلد چی چون اما علاقه دایمه چونکه ایرو مالتی نچاله بینم زارو که من نخونم زارو تو خونم تنیسی تحلاز که لطوار زمان خواهد ایرو چطه نبگه دیسا از سرخاشی دماغا برا رامر حیوان به ایرو نوی بیفرنه برو را رشت لیز باورم به حدش پیچی خواه ჩვენი შემდეგი მომხსენებელია საქართველოს ქურთული ასოციაციის რონაის თავმჯდომარე ბატონი ზაზა კალაშოვი. მისი მოხსენების თემაა შენგალი, ისტორია და დღევანდელი ვითარება. ბატონი ზაზა გვესაუბრება მოვლენების დასაწყისზე, მათ განვითარებასა და შენგალის დღევანდელ მდგომარეობაზე. გთხოვთ ბატონო ზაზა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოდესმით დღევანდელი ჩვენი თარიღი რომელიც 3 აგვისტო არის და შეგვატარებთ 2 აგვისტოს. რადგან შევედით იმ მდგომარეობაში, რომ ორშაბათი დღე არის 3 აგვისტო, თან ამას ემატება, რომ სიცხეებია საქართველოში, ბევრი გასულია ქალაქიდან და გადაწყვეტეთ, რომ 2 აგვისტოს ჩავატარებთ. მე ვეცდე მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია და ის ანალიზი ვეცდები, რომ ჩემი ენაზე, ქურთულ ენაზე, ის ქართული ენაზე ჩემი ენა არის ისტორიული ენა, რომელიც გვაქვს. მინდა ვისაუბრო, რადგან საქართველოში როგორც აღინიშნება, ასევე საქართველოს უყურებს ბევრი რეგიონი, თუ როგორ აღინიშნება საქართველოში დღევანდელი დღე. ამიტომ
ვეცდები მაქსიმალურად კურმანჯის ენაზე მაქსიმალურად ვილაპარაკო. ხუშკუბრაი აზის დონზდესავ დარბაზბუ შკომკუშე ესდია. დენგე მხრავა იანა დენგ როგორენა. ზანჩავ Deben hafte çarp fermanı ya da devşen hafte se fermanı ana deben belki hafte de bavar bakın bu diro kame da diro ka yediya da elmet hafte çarp eğer sese bu se azar jini be gerek ferman serme izdiya hafte besem hafte çarp ferman hafte bir ame ulomandirin hafte çarp ferman gerek diro ka da medite belki izdi konkujaman gerek diye konkujaman bir mezen nahamet isadit beri donda sal teş Bınave daiş adı çekiren. Peşev içi bu. Meya şeşa sala 2004'da Çakı Mosul kat. Biz inge Serok Veziri Irak'ı Maliki bu zaman. Desüçü Mosul peşev ya vidigot bu izdibiranet ersin eme şengal bu Paris'in bu daiş mi kardeşteki memleke. Bu kovat mezor kovat mezene. Le hem Kurdistan inge vidigot Serokatiya jak masum vidigot belki Amerika'ya inge namaşan bu nama heye hatta navaji. Belki lazım alikariya Kurdistan'ı bir gün çeka u sanatır ne bavan belki nekten şengal. Terse bu belki bazı ne havleri zahoy hep bajari Kurdaki jani bu serviciliği inge Amerika'yı sozday bu ne tersin bu hattıştı bu kontrol dükün u dibe hattıştı bir başbe. Başı şengal Mosul kat. Burada medit belki Mosul'u da nekten ket. Burada Çek bu silahı mezun bu tange vandı hatta beteri vani mezun da bir kişinin model anı bu vanara hiç da kete deste da hiç da. İnge de bir ama belki şinga da gerek cüvin çedi bu. Cüvin çedi bu kadarı serbe aşira gelaka dejibu belki ura peşmerge ura diyor. Ama dişteki dokument da dişteki fakta ya. Serok yaşıyla gotun gon mera nela nehar cina bira go peşmergederin iş Kurdistan şingale go devlet maliki ve alikari sozdayama da belki ve mebu Paris'e. Medit başı hatta se tebaxe ne peşmergede da bu ne gesekte da bu. İyi izleyeme habasada koştun, hazara hatta koştun, hazara hatta ni 400,000 izdimalı kadar kedin, 50,000 jwan çur serçe şingale ura xayb kıran, size geseset 50,000 jali Çune Rojavay, adne başvuru nezike zahoy da hoke şariye bajari kudari Adana'cı kampavan heye. Rasti bejem evasız buna me izdiyacı heye bitişti da ne herke meşi heye. Çünkü betivakya me anya virüsü da belki me nikar bu tivakaki mezin çekira. Evacı me koş. Hemji geleka povat eden bu jderva. Hatkun bejem devlata Araba geleki rolaki mezin işten rolaki mezin listen belki nameletime de parçadan çıkar. Yak bu cem hızbin arabada çum digotan araba veya arabın halkı da savuna kanyadan da benim parti demokratine eden digotan bir ülken ve yavaşıma evkar belki betivakı namede çıkar. Ama yak iş mesela evciye belki evsiz bu namede. İlo Kompuji çaxı derbaz bu başı bir yaki gelek hava derketin beş de sermeyden iki jani digotuk bu ez izliye bu Paris'ine. Burası bizim peşleri ahaftına populizm edişteki çene bu. Hatta ni peşmerge rastı gere begotani yepegajı dedi bu. Le pers surate zan kuzere de pers. Men vaxtaki çaxı beri de sala rastı seruk masud hatun kak masud barzani hatun pers dayda. Çıma şengali hak evmi. Debe başa tepeslamı da diyeceğine gayet kontrol pırsıtmete da. Debe 1700 cip jüriya Mosul'u çava hatta kete şengali. Belediye peşmergeme derketeli peşmerge yakıtın işlimani Kurdistan kodere için. Diye ben dövüşüm ve gideyim derketeli. Yede ne kodere için. Diye kovatırdı ne kodere için. Yani şaşi nekteni nav devlet Kurdistan bu şaşi nav medaşı bu ki Hebun kovat ki jani dayışı işten hatın para izdiyani. Çünkü 1700 cip Rojava'ya sadernet kedi. Çünkü ura sinore sen kudere kordeme kontrol ediyor. Net navatın nava beşir. Rasti begotane
Sala 2015 Şengala derizgar kırın. Gelek hevala gelek bradara hatta najduvegem hevdora ayinin dıştada letişte galaç devşin. Çarıtı devşi vegi peşmerge mefrut peşmerge mehiştin serok barzani ve işti raviçun peşmerge leke Şengala derizgar kır. Ve statistike heye ofisyalnek devlete kurdu. Statistike ya resmi heye devlete Irak'ı hatta nihayet peşmerge bu yazadiye Şengala için. Ve ki hazaru nesil dibez hazar nesil brindar. Çılçal hasan ağacı ındahuya. Yani çıt vazı peşmerge. Kesek menefut diye. Mesela o düşmanı sadıke ve ki betvabin almadıke. Düşmanı sadıke ve ki emperçebin. Dibin ezidi ne kurdun, dibin ezidice Araban, dibin ezidi nizamı millete giden ya. Libavari büket diloka geldi millete kurd, ezdiye despedi be. Diloka millete kurd ezdi xılaslıka, xaykırıya. O eğer de gazi diloka xanaz büki gere peşinaz büki keyeydi. Evci ezdiye derkedi ya. Lomajı düşman navaze. Hatta korna hafta daşı despeker korna hafta daşı medekuştun sevaçı çünkü emezdine. O hatta naji medekuşun emezdine. Me hatta naha her diye ki neslan diye. Me hatta naha ne çüye me ders zoruya ki ne gire ki bunu evvel neser dineme. Le medekuşun çünkü dineme dine ki kevnare o dilokiye o şuya ki medekuşun. Ev hatta naji ev derbazdı be. Çıdı kavme iro situacija Jbovan kampada hatta naji disa xelaye hatta naji burçibun heye çünkü devlet Bağdayı hatta naji alikarinade. Kete arike devlet Kurdistan ila hamjiyer emveki bizamız Sincar Buxaş Şengal nakeve teritoriya devlet Kurdistan kontrola Bağdayı. Ne peret çedirdi ne vanadı, ne xaniya paki çedirdi. Her türlü ne cadde çekir, ne şkol çekir, dıştaki ne çekir hatta na. Eğer devlet Kurdistan ini be rastı bizim halevana gelek ixrabe. Hep kampanya devinin zaxoyda mecave xadi dovra heval hene kijan temet çunevan kampanya medin. Zaxoy heye, şariye heye, dohoki hatta na rojavay daji. Hep devlet Bağdayı çıtke. 12 sav derbas biya hatta naji hatta ni 300,000 kes ura mali xoda namine. Yani parlamenta yela rejim beri 2 sal peş da xastın amnisti berdan. Sevake sevan dahi şekijen ke ezdiya koştu. Disa ura kordime ne iştirmek ev amnisti derketine. Ve nadid ve beri dusime peş dahi Avrupa'yı disa duave dahi işgirtin mana yapıyor. Ki ali kariyo. Arabe kijen Bağdayı deman ya Basra'ya bu. En cidgadı bejme ziyagi ev natumli Kurdimem gere milletime xafa gere bizan ve ki şaşeme mezne hatta naimi hatta betvakban ev betvaki medikuje. Çıdı kavme disa deraca rojayiro çepeşda çuya dikarum beje ve ki serokati ekat Masudi serokati prezidenti mene Civan Barzani serok vaziri Masud Barzani gelek tıştıkan boy rızgar kırna geçirmek için deste dayıştane. Ve derecevi de inga yan bosi ve xeverde. Amji gelek alikar bejo ki hatne hatani de 3000 jikeçkeme hatne rizgar kırın devlete Kurdistan'ı her mea maşevandı de. Ser hasaba devlete Kurdistan'ı devlete Bağdayı tiştekinake. U ez bavarım belki rojeki ve hesabı belki ezdiyeme ne da u düşman çıbu belki ezdiyeş bir Şengali derkastına. U belki dibe ne geldi. Bez bavarım rojeki hesabı ve ki ezdiyeme bibine vela dekhatisa. Bibine Şengal'a. Çünkü ev dilo kame ev nasname ene ezdiye nekteli yaşen khat Şengali. Ev nasname hemi millete geldi kurda. Çünkü ev dilo kavani jura despedi be. Lalışa men urani urayış başvuruyor. Xode bu ke ki Çoca gere ne kale xan çöbe gere nezdik binen ve ki Şengali tragediye sa kompujesa sermalete menge ve ki ne çekirin. Gere mezdi bu karın bu kovataki zor mezet ve ki dünya bağışın ve ki beşin ve ki genosidan millete me bu terkine. Hatta naji ev genosid derbazda be. Ve ki şerma koşun ve yaptıklı. Ne bu kes bir kare mala xada be ve gere aldığını. Kes bir kare xavataki baş xavat para boyunan ura. Birçibuna hatta naji. Avaş genosid be bavarya. Bu bavarya min heye ve ki ev tiştve zutir be xilas kırın. Bira rame wan be keçuye rama xudiş boy Şengali. Bu her sav gere biname da be.
ხარსაგერები რამედაბა. Gerçekten Atanajı betuaqyame bir Gürcistan derbazdı. İrvan derbazdıkın Sveura ziyarete izledi derbazdıkın. Tişteki ne başa çünkü ama gerek geyekta. Devamı İro hani bendeki canımızı ve gibi betuaqyna amelde çebe. Devagem haya kurdi kijan bejmes fıkravan kabulnakın. Fıkravan kabulnakın temuni razimine. Leyt roje ise de gelen kurtardı yekba. Çünkü tani yekti dikare mehayke, tani yekti dikare izdiyati hayke. Eğer her ekime alıkada kaç kere dıştaki dikare ne bakar. Aynen evat transport Bogota, gerek razime sabahda vakibe kudarimler. Spas. დიდი მადლობა ბატონო ზაზა, ნამდვილად მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდათ გამოყენებული თქვენს მოხსენებაში. ჩვენი შემდეგი მოხსენებელი კი გახავთ საქართველოს კულტურის ასოციაციის თანათავმჯდომარე ქალბატონი ინგრა ყოსი, რომლის მოხსენების თემაა იეზიდი ქალებისა და ბავშვების ტრაგედია, ტყვეობა, ძალადობა და გადარჩენის გზა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მოგეხსენებათ მსოფლიოს მრავალი ომი ახსოვს. მას ახსოვს დაპყრობები, იმპერიების დაცემა, აღზევება და დაცემა. მაგრამ არსებობს მოვლენები, რომელიც ომის საზღვრებს ცდება და კაცობრიობის სინდის სამუდამოდ ამძიმებს. 2014 წლის 3 აგვისტოს სწორედ ასეთი დღე იყო. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქალაქის დაცემა, ეს არ იყო მხოლოდ ტერორისტული თავდასხმა. ეს იყო მცდელობა დედამიწის ზურგიდან გამქრალიყო უძველესის რელიგიური საზოგადოება ეზიდი ხალხი. როდესაც სინჯარში პირველი ტყვეები გავარდა, არავის არ ებოდა, რომ 21 საუკუნეში დაიწერებოდა ერთ-ერთი ბნელი თარიღი. ათასობით ადამიანი მოკლეს, ასობით სოფელი განადგურდა, 10,000-ობით ოჯახი მოწყდა თავის მიწას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღეს ბავშვებმა და ქალებმა. როდესაც ქალი ომის ნადავლად იქცა. დაიშმა ეზიდი ქალები მიზანმიმართულად გადააქცია მონებად. მათ არ იტაცებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავისუფლება წაერქმიათ. მათი მიზანი იყო ქალისთვის ღირსების წართმევა, ოჯახის განადგურება, რელიგიური იდენტობის განადგურება. ქალი აღარ იყო ადამიანი, იგი გადაიქცა ნიფრად. მას ყიდდნენ, სვლიდნენ, გადადიოდა ხელიდან ხელში ქალი. მას ფასი ჰქონდა, მაგრამ აღარ ჰქონდა სახელი. წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც შვილს ხელიდან ლეჯა. პატარა ბავშვი, რომელიც ვერ ხვდება, რატომ აღარასოდეს დაბრუნდება საკუთარ სახლში. ეს მხოლოდ ისტორიის ფურცელზე დაწერილი სიტყვები არ არის, ეს არის რეალური ადამიანების ცხოვრება სამწუხაროდ. ბავშვობა, რომელიც აღარ დაბრუნდება, ყველაზე მძიმე დანაშაული მაშინ ხდება, როდესაც ომი ბავშვს ეხება. ბავშვი არ იბადება სიძულვილით. მას არ ესმის რელიგია, არ ესმის პოლიტიკა, არ იცის ეთნიკური დაპირისპირება, მაგრამ სწორედ ბავშვებმა გადაიხადეს ყველაზე მაღალი ფასი. ათასობით ბავშვი მშობლებს დააშორეს, ზოგი ობოლი გახდა, ზოგი ძალით გადაიყვანეს სამხედრო ბანაკებში. ზოგ საკუთარი სახელიც კი დაავიწყებინეს, წართვის ენა, რწმენა, ოჯახი, ბავშვობა. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ არსებობს ბავშვები, რომელსაც აღარ ახსოვს საკუთარი დედის ხმა. მეგობრებო, ადამიანებით ვაჭრობა, მონობა 21 საუკუნეში. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ მონობა საუკუნეების წინ დასრულდა, სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა. 2014 წელს მსოფლიოს თვალწინ კვლავ შეიქმნა ადამიანებით ვაჭრობის ბაზრები. ქალები იყიდებოდნენ, ბავშვები იყიდებოდნენ. ადამიანის ღირსება ფასდებოდა ფულით. ეს მხოლოდ ეზითა ტრაგედია არ არის, ეს არის მთელი კაცობრიობის სიცხული. თავისუფლება ყოველთვის არ ნიშნავს გადარჩენას. ბევრი ფიქრობს, რომ ტყვეობიდან დაბრუნება ტრაგედიის დასასრულია. სინამდვილეში მაშინ იწყება ყველაზე რთული ბრძოლა. ადამიანი ბრუნდება, მაგრამ აღარ აქვს სახლი, აღარ ყავს მშობლები, აღარ ყავს მეუღლე, აღარ ყავს შვილები. აღარ აქვს ის ცხოვრება, რომელიც ერთხელ დაკარგა. მის თვალებში უკვე სხვა სამყაროა. ის ცხოვრობს მოგონებებით, რომლებიც არასდროს ტოვებენ. უხილავი ჭრილობები,
ფიზიკური ჭრილობა შეიძლება შეხორცდეს, სული ჭრილობა ბევრად რთულად. ბევრი გადარჩენილი დღემდე ებრძვის პოსტტრაუმულ სტრესს, დეპრესიას, უძილობას, შიშს, დანაშაულის განცდას მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მსხვერპლია. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიური დახმარება ისეთივე აუცილებელია, როგორც პური, წყალი და უსაფრთხო თავშესაფარი. ამ ტრაგედიის ფონზე ეზიდმა სასულიერო ხელმძღვანელობა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. ყველაფერიდან დაბრუნებული ქალები საზოგადოება მიიღო არა როგორც დამნაშავეები, არამედ როგორც გმირები. ეს იყო ჰუმანიზმის გამარჯვება. როდესაც საზოგადოება არ განშის მსხვერპლს, არამედ ხელს უწვდის, სწორედ იქ იწყება გაბრუნება. ჩვენ მხოლოდ თანაგზნობა არ გვჭირდება, ქალებს სჭირდებათ სიბრალული არ გვჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება იმედი, განათლება, დასაქმება, უსაფრთხო გარემო, ღირსეული ცხოვრება. ბავშვებს არ სჭირდებათ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, მათ სჭირდებათ სკოლა, მშობელი, ოჯახი, სწავლა. მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობა დღეს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში ვხედავთ, კვლავ არსებობენ ოჯახები, რომლებიც დაკარგულ შვილებს ელოდებიან. კვლავ არსებობენ დედები, რომლებიც არ იციან ცოცხალია თუ არა მათი შვილი. კვლავ არსებობენ ბავშვები, რომელთაც მშობლების საფლავიც კი არა აქვთ. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. ჩვენი პასუხისმგებლობა მოქმედებაა. სამართლიანობის მოთხოვნა, დაკარგულთა ძებნის გაგრძელება, დამნაშავეთა გასამართლება, სინჯარის რეგიონის აღდგენა, ქალებისა და ბავშვების რეაბილიტაცია. სრულფასო მეგობრებო, გენოციდი არ მთავრდება იმ დღეს, როდესაც იარაღი ჩუმდება. ის გრძელდება მაშინ, როდესაც გადარჩენილი ქალი კვლავ შიში ცხოვრობს. ის გრძელდება მაშინ, როდესაც ბავშვი მშობლების გარეშე იზრდება. ის გრძელდება მაშინ, როდესაც დაკარგულთა ბედი უცნობია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჭეშმარიტება. სანამ გვახსოვს, გენოციდი ვერ გაიმართლებს. სანამ ვსაუბრობთ სიმართლეზე, მსხვერპლი დავიწყებული არ არის. სანამ ვიცავ გადარჩენილებს, კაცობრიობას ჯერ კიდევ აქვს იმედი. და ბოლოს მინდა ერთი ფრაზით დავასრულო. ერის სიძლიერე მხოლოდ მის გამარჯვებაში არ იზომება. იგი იზომება იმითაც, როგორ პოულობს ძალას აღდგეს ყველაზე მძიმე ტრაგედიის შემდეგ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ თავს, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ ტკივილს. ყველა ბავშვს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს. და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლე, ღირსება და იმედი შეინარჩუნა. მათი ტკივილი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სრულფასო მეგობრებო, არსებობს სიტყვები, რომელთა თქმაც მხოლოდ მშობლიურ ენაზეა შესაძლებელი. ამიტომ ნება მომეცით ჩემი გამოსვლა მშობლიურ ენაზე დავასრულო. خوش براین عزیز یعنی نجام مجردم گش بخیر هدنه ایرو برینا مگش کادیسا تزبیه درد چنگال تجار دلی مدرنای ام ایرو ورسوز دادم ام تجار شهیدی خبر نکن ام تجار نالنا اوه شوان دایگان سرجگر نوان خوردان و میران هستر و گریه پیرکی روان زاروکان ام تجار بیر نکن گلی میمانم گلی هیچ بورینه نشاکی برخورد که آن سهم روزانه گله که روزه که سنن من ببختم من کافرم دزدرجی ناموسم نکردم ام تجار من روز دراش بیر نکن گلی دما کو ام ساخن به بیرانی نمان چی حکم ساخ ببینه دما کو رنگ راستی بگن یک نفر دیروگا مشغولی را که اشتید خازن نشر ام جیانت خازن نمرم شنگال بابو گولا خونه ایزدی بابو جمع دکشی آگر سروان داده باریا امریشتی چای روشن راش بیر بکن گلمه هجام شنگال بیرانی نمیه شنگال رومت نمیه ام همو زاروکن شنگالینه از شنگالیمه زارمın şengaline bırak ama rayışıyor racıvan acıcı nedir be gerek ismasema götürüyor Merhaba
მადლობა ქალბატონო ინგა, რადგან ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოსვლა, ქალები და ბავშვები ნამდვილად ამ ტრაგედიის ყველაზე მოწყვლადი ფენა არიან. ჩვენი შემდეგი მომხსენებელი კი არის აგრეთვე საქართველოს ქურთული ასოციაციის რონაის გამგეობის წევრი, საქართველოს იეზიდთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი როსტომ ატაშოვი. გთხოვთ ბატონო როსტომ. Да, журналист, я хочу по-русски, чтобы для него тоже ясно было, а то мы на русском это хорошо. Вообще геноцид езидов это началось не только 2014 и так далее, 75 или 74 раза геноцид был намного больше. Он начался с того момента, когда езидизм создался. Это единственная религия, которая была создана на земле, монотеистическая религия, вера в одного Бога. В то время, когда существовал пантеон римский, египетский, греческий пантеон, 25-30 богов, единственные два народа считали, что монотеистическая религия это у евреев и у езидов. И до сих пор эта религия осталась. Вот исходя из этой религии, на них и нападали, и до сих пор нападают. Здесь политическая тоже имеет связь. Почему? Потому что многих не устраивало вот это создание, вот это существование этой религии, существование этого народа. Но, несмотря на это, этот народ существовал и до сих пор существует. Кроме того, здесь мы сами, все сказали, твахтане, простые твахтане, мы сами очень много даем повода для того, чтобы вот это было, геноцид был совершен. Хотя бы возьмем Саладина, который создал Арабскую республику по национальности езид. Медийское государство, ассирийское государство. История доказана, что два царя были езиды именно. Они создавали другие государства, а не свое. Есть очень много полководцев, царей даже, которые создавали для других народов их государства, а для себя нет. До сих пор даже есть, выходит, есть еще в наше время, то время, когда кто-то продвигался вперед, становился студентом, другие завидовали. Создавалось какое-то езидское княжество, Дасаны, допустим, которые действительно было серьезное княжество. Были много врагов. Враги кто были? Сами езиды. Твахтаны. Я помню, когда геноцид начался, до этого я в Шангале был, и это действительно прекрасный город. Шангал это колыбель езидизма. Если исчезнет Шангал, исчезнет езидизм. Несмотря на то, что там и действительно там сохранено, мы как-то цивилизованные стали, более интегрированные в общество, но там сохранено корни езидизма. И эти корни до сих пор там. Если Шангал исчезнет, я уверен, исчезнет и без езидизма, потому что, исходя из этой интеграции, в России, в Грузии, в Армении, в Европе тем более исчезает. Единственное, два государства, Армения и Грузия, которые помогали этому народу сохранить свой этнос, сохранить свой язык, сохранить свою письменность. До сих пор в Армении издается азбука, езидская азбука, хотя там сперва кириллица, сейчас перешли на этот латинский. Здесь существовал театр единственный в Советском Союзе, техникум езидский, именно езидский существовал. Помогали. Но это тоже будет исчезать, потому что идет интеграция. Исчезновение Шангала исчезнет и все. У нас у езидов одно в крови. Завидовать друг другу. Другим помогать, другим нациям помогать, а себе, самому, своему народу завидовать и палки в колеса ставить. И вот когда будет единство, это будет. Я помню, приезжали сюда беженцы из Шангала, Поначалу они остановились, государство дало несколько квартир, мы пошли, ничего у них не было, мы холодильник купили, стиральные машины, купили они стиральные машины, первый раз увидели. Вот. Такие красивые девушки были. Одна девушка была голубоглазая, светловолосая.
А у нас один хотел сына сидеть. Я говорю, давай, Жень, почему бы и нет? Он ездит, это ездит. Ну, пошел категорический отказ с той стороны. Ну, почему? Потому что вы, мол, не совсем ездили здесь, как-то вот так. Вот эти понятия, они поэтому дают, способствуют вот этому геноциду. И не один геноцид, я еще раз говорю, за оправданным, 70, даже больше 100 геноцидов было. Единственное, я встречался с несколькими представителями Шагала, которые после войны, вот после геноцида. Я с ним разговаривал. Я говорю, у вас свои оружия? Да, у нас говорит, автоматы, пистолеты, пулеметы дома были. А вы почему убегали? 50 человек вот так поставили, подходит 2 человека. Сидела, скажи ислам. Нет. Того все. Пах, стреляйте, уходит. Что? Там 2 человека, я говорю. Напали бы на них. После этого я с Джангадцем тоже говорю. Напали бы. У нас вот кавказские, мы были чаргурчики. Мы напали бы, сожрали бы, да? 40 человек стоит, 2 человека убивает каждого. Автомат у вас есть, пистолеты есть. Пулеметы дома. А мой конечно, да? И как? Стоят, смотрят и стреляют. Таусименек, киват, серапапару таусименек. Это ясно, много. Воюю сам тоже. Здесь то, что кто-то еще помогал, ясное дело, помогали и еще будут помогать. Пока у езидов не будет единства. Возьми Грузию. Калашин Заза работает, другой работает. Там оттуда кричат, что он что-то плохо работает, плохо работает, хорошо работает, иди помогай. Работай. Я вот сейчас сам официально, я ему ничем не помогаю. Но я радуюсь, что человек делает. И дай Бог пусть делает. Обидно 2 раза, одно разу, я разу. Слава Богу, молодежь сегодняшняя радуется, когда видит, кто-то продвигается. В наше время, Миша, ой, это его стал этим, вот так сидит. Генерал-майор, помощник министра КГБ Грузии. Сколько жалоб на него было от езидов? 1 200 000. Но человек помогал от всей души. Молодец, дай Бог, это геноцид надо, конечно, отвечать. Не только это геноцид Шангала 14-го, 15-16 года турецкий геноцид. Ислам, когда вошел, это вообще был полный разгром езидизма. Хотя и христианская масса тоже геноцид проводила против езидов. Это тоже, но не так обширно, как началось с ислама. Но это не имеет значения, и до этого было. Большое спасибо. Надо помнить этот день. И самое главное, чтобы этот день никогда надо быть единым. Единство должно быть. Уважать друг друга. Саачаурахатана, ходы, саакусамка, бора, даради башастебит. უღებესი მადლობა. ჩვენი შემდეგი სპიკერი კი გახლავთ საქართველოს ხურთულ-ქართული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ოთარ დადირიანი. მოგესალმებით ყველას, მინდა დიდი მადლობა მოუხადოთ უძალას და ყველა აქტივს, ვინც ატარებს ამ ღონისძიებას და არა პირველად რამოდენიმე ღონისძიება, რომელიც ტარდება. არ ვიცი რუსულად, მაგრამ ამ რუსულად დააშწრებო, ხართულად კი ვარ შეიძლება. ეს ნამდვილად ესეთი მძიმე დღეა ჩვენთვის, ეს როგორც ეზიდი. გვახსოვს, მე ვიცი რა არის ეს გადანაშაული მოხდა, ეს გამისკობს აქ დარბაზში, იციან რომ მე ჩემი ცხოვრების ნაწილი ტერორისტულ ბრძოლაში მაქვს ნამუშევარი და ორგანიზებული დანაშაულთან. ეს არის ნამდვილად იმ ეზიდების, იმ ხალხის გენოციდი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს და როგორც გაეროში, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა ქვეყნებშიც ძალიან მძიმედ აღუქვეს და ძალიან ბევრი ითქვა ამაზე. მე მახსოვს, როგორც საქართველოს მთავრობამ მიიღო მონაწილეობა ამ დემილების მიღება და დახმარება. ასევე მახსოვს თვალსაჩინო ბელორუსიაშიც იყო ძალიან ბევრი ჩასულები, როგორც მახსოვდა ბელორუსის მთავრობამ და სხვა ქვეყნების მთავრობებმაც ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ
დევნილების დახმარებისათვის. იცით რა არის ჩვენ ყველა თითოეულ ჩვენთან ეზიდი იქნება ეს ეთნოსის წარმატება არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ერთობა რომელიც არის საჭირო ჩვენი ხალხისთვის, სხვა ხალხებისთვის ერთობლივად აი ჩვენი ავიღოთ მაგალითად ჩვენი საქართველო რომელიც მრავალფეროვანია და როგორი წარმატებული და როგორი აი ესეც უმარმოყარე ქვეყანაა, სადაც ჩვენ ვებულობთ სტუმრებს სხვა ქვეყნებიდან, ხო? მაგრამ ჩვენ მე როგორც საქართველოს ქართულ კულტურის ასოციაციის პრეზიდენტს ერთი რაღაცას მე არ მესმის და ალბათ უნდა ვთქვა და ვიტყვი ყოველთვის და რომ ჩავალ იქაც ვიტყვი ეს ეხება ერაყის ქურთისტანის მთავრობას, რომელიც ჩვენ ვიცით ეზიდები იქნებიან ეს თუ მუსულმანები არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა იმ ხალხისთვის დახმარება. მე დაზრუნებული ვარ რომ ყველა ვინც არის ბიზნესმენი ჩვენი ასოციაციის გაწევრიანებულები ვინც არიან ჩვენთან ასოციაციაში, ყველას უნდა რაღაც მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ ერაყის ქურთისტანის მთავრობას და პასუხი არ აქვს, რათა ჩავიდეთ და გავიგოთ რა სჭირდება ამ ხალხს. არ ვიცი რატომ. შეიძლება ცოტა კრიტიკულადაა ნათქვამი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ჩვენი ეზიდები იქნებიან. იქ ასირიელები ცხოვრობენ, სომხები ცხოვრობენ, სხვაერები ცხოვრობენ, რომელთაც უჭირთ, იმიტომ ჩვენ არა მარტო ეზიდებზე გვაქვს აქცენტი გასაკეთებელი, რომ უნდა გავაკეთოთ და დავახმაროთ. სხვაერებს ვისაც იქ უჭირთ. ჩვენი ასოციაციის წევრები საკმაოდ წარმატებულები არიან ყველა და ყველას უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა და რომ დაეხმაროს ამ ხალხს. მე მინდა დიდი მადლობა მოვუხმო ბატონ ზაზა ქალაშოვს, მე მინდა ყველას ამ ასოციაცია რონაის წევრებს ძალიან ბუნებრივი გამოსვლა ჰქონდა და ძალიან ისეთი რიგა აპოსის, აი მართლაც ადამიანი რომელსაც ტირის მისი გული და ყველა ჩვენთაგანმა თვითონმა რომ მივიღოთ ის რაც სჭირდება ჩვენ ხალხს, ცოტა მაინც რომ გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოგვივა და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურია და მადლობა რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ქვეყანაში ესეთი სტაბილიზაცია არსებობს და ასევე სხვა ქვეყნებში. მე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ყველა თითოეულ თქვენთანაც ბატონ ჩერდარგუშის აი გამოსვლა ჰქონდა ნამდვილად რომელიც ეს არის დიდი ტკივილი და ჩვენ არასოდეს არ დავიწყება ეს 3 აგვისტო 2014 წელი და უნდა ვახსოვდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ესეთი რაღაც აღარ გამიორდეს. ეს ბავშვები, ეს ქალები რომელიც მას მიიღან თქვა და თითოეულ თქვენთაგანმა გამოსვლა ნამდვილად ყოველთვის ახსოვთ და ეს ტკივილი უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა ახალგაზრდებმა ყველაფერი გააკეთოს რათა ბევრი განათლება ჰქონდეს და დიდი განათლება მიიღოს რათა მეტი სიტყვა ეთქვას არა მარტო საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებში. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას. მადლობა. ჩვენმა რამდენიმე მოხსენებელმა სამწუხაროდ საპატიო მიზეზების გამო დღეს ვერ შეძლო ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ გადავალთ ახლა ბოლო მოხსენებელზე. ახალგაზრდების ჩართულობა ამ ბრძოლაში არის გარანტი იმისა, რომ ეს ტრაგედია არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ჩვენი შემდეგი და უკანასკნელი გამომცვლელი სულ რაღაც 17 წლისაა და არის საქართველოს ქურთული ასოციაციის რონაის ახალბედა წევრი, მას შესაძლოა მივეგებოთ ნიკა სალიმიას. მოგესალმებით ძვირფასო გამცა საზოგადოება. მე ქართულად გავაკეთებ ჩემს სპიჩს, რადგან ბოდიში მოხდით ლექსიკის მაგი არ მაქვს იმ დონეზე რომ ვიყავ ქართულად. და ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო რეაგირებაზე. თუ რა გააკეთა მსოფლიო მეზიდების გენოციდის დროს. როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ მასობრივი მკვლელობები, ტრაფიკინგი და იწვლებითი გადაადგილება მოაწყო ეზიდების წინააღმდეგ, მსოფლიო თავიდან ესეთ მასიურ რეაგირებას არ ახდენდა ამაზე.
ეს დროთა განმავლობაში, როდესაც ცნობიერება ამაღლდა და როდესაც უკვე სერიოზული საფრთხე შეექმნა მთელს რეგიონს, მაშინ მსოფლიომ გააკეთა რეაგირება. პირველ რიგში იმის თქმა არის საჭირო, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო ისლამური სახელმწიფოს ეს აქტი და აღიარა ეს აქტი გენოციდად და მსოფლიოს თითოეული ქვეყანა, რომელიც შედის გაეროს შემადგენლობაში, აღიარებს ამ აქტს როგორც გენოციდი. ასევე გაეროს ხელმძღვანელობით შენგალში, სინჯარის ტერიტორიაზე ეზიდებს მიეწოდებოდათ სასველი წყალი, საკვები, მედიკამენტები და ამ შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს დაიწყეს საჰაერო იერიშების მიღება ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ სამხედრო ძალითაც დახმარება გაუწიეს ეზიდებს. რის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს პოზიციები მკვეთრად დასუსტდა და მათი ძალები დეგრადირებისკენ მიიწევდნენ. მოგვიანებით არაერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ეზიდების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გენოციდად აღიარებდა. მათ შორის იყო წითელი ჯვარი, წითელი ნახევარმთვარე და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ეზიდების ერთგვარ რეაბილიტაციას და გადარჩენას. მიუხედავად საერთაშორისო დახმარებისა, ბევრი ექსპერტის შეფასებით მსოფლიოს რეაგირება დაზიანებული იყო. მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ამან მოახდინა გავლენა ეზიდების გადარჩენაზე. ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ბარზანის საქველმოქმედო ფონდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეზიდების გადარჩენაზე. როდესაც ეზიდები ალყაში იყვნენ მოქცეულები, ამ ფონდმა ხელი შეუწყო სასველი წყლისა და მედიკამენტების და საკვების მიწოდებაზე ვერტფრენებით. როდესაც მთაზე ვერტფრენებით ეს მნიშვნელოვანი პროდუქტები მიეწოდებოდა თხა. ქურთისტანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეიქმნა სპეციალური ოფისი, რომლის დახმარებით ისლამური სახელმწიფოს ტყვეობიდან 3500-ზე მეტი ეზიდი განთავისუფლდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მე ჩემ პირადი სიტყვას მინდა დავამატო, რადგან მაქვს ამის შესაძლებლობა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენგანს, მთელ გამომსვლელს. მადლობა მინდა გადავხადოთ ბატონ ზაზას, რადგან ჩემი აზრით საქართველოში ეზიდების, ახალგაზრდა ქურთების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მომავალი და ჩვენი ვალი არის ავამაყობთ ცნობიერება ჩვენს ერთთან დაკავშირებით და შევამციროთ კულტურული, ასე ვთქვათ, ასიმილაცია, რადგან ბევრი ქურთი, მე როგორც ვიცნობ, ბევრი ქურთს ბავშვს და მოზარდს მათ არ იციან ქურთული ენა. უმეტესწილად ხდება გარკვეულად ერის ასიმილირება, რასაც დიდი პრობლემები მაქვს. ხოლო ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ენის შენარჩუნებას, კულტურის შენარჩუნებას, რელიგიის შენარჩუნებას. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა ნიკას სიტყვისთვის, ასევე დიდი მადლობა თითოეულ მომხსენებელს თქვენი ღრმა ანალიზისთვის და თითოეულ სტუმარს მომგზავრებისთვის. ასევე გამეორდები და დიდი მადლობა კავკასიის სახლს სტუმრობის ჩვენი მიღებისთვის. დღევანდელმა დღემ ნამდვილად გვაჩვენა, რომ ტკივილის გააზრება არის პირველი ნაბიჯი მომავლის ცვლილებებისკენ. ეზიდი ხალხის ისტორია არ არის მხოლოდ ტრაგედია, ეს არის გადარჩენისა და უდიდესი ძალის ისტორია. მადლობა კიდევ ერთხელ.